ირანი ევროპას აფრთხილებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მისცეს ევროპაში მდებარე სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი ევროპას სათანადო პასუხს გასცემს. ირანის გარდაცვლილ ლიდერთან ალი ხამენეისთან დაახლოებულმა პირმა ჰუსეინ შარიატმადარმა განაცხადა, რომ ევროპას თითქმის არ აქვს შანსი ირანის დარტყმებს გაუძლოს. მისი მტკიცებით ის ევროპული ბაზები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება. ირანული მხარე ევროპას მას შემდეგ დაემუქრა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროექტი თავისუფლების დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ირანი ამავდროულად უარყოფს ბრალდებებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლის ებრაჰიმ ზოლფაღარის განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს გასულ დღეებში არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ არც ერთი სარაკეტო ან დრონული ოპერაცია არ ჩაუტარებია. სამხედრო მოქმედების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ და პირდაპირ გამოვაცხადებდით. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს შესახებ არსებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყოფილია ან სინამდვილეს არ შეესაბამება. ვაფრთხილებთ, რომ თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან განხორციელდება რაიმე ქმედება ირანის კუნძულების, პორტებისა და სანაპიროების წინააღმდეგ, ჩვენ მათ გამანადგურებელ და დასანამ პასუხს გავცემთ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მიტანილი იერიშების შესახებ ცნობები თავდაპირველად 4 მაისს გავრცელდა. გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ინფორმაციით ქვეყნის